დეკემბერს ქორთიან მარიოჩი გაიმართა, საიდან გამოსულ პოლიტიკოსებსაც დახვდა პირვანდელზე და კაპიშონებში ფუდებში გამოწყობილი არაიდენტიფიცირებადი ეგრეთ წოდებული ტიტუშკების დაჯგუფება, რომელსაც კვეთად გამოხატული ალკოჰოლის სუნი იგნდებოდნენ ჩვენი სამართლით და ფიზიკურად იწევდნენ ჩვენზე. მას შემდეგ რაც ერთ-ერთი გამორჩეულად აგრესიული ადამიანის იდენტიფიცირების მიზნით ჩემი კოლეგა თევნა ჭანიძე შეეცადა გადაეხადა ეგრეთ წოდებული კაპიშონი ამ აგრესიულ ადამიანებს თევნა ჭანიძეს ხელი გაართვა. კარგული წარმოდგენილია დისკზე, რასაც ხელმოწერდა უარყოფს მირიამ თავხარაძე. ასევე იგივე ადამიანი ფიგურირებს ჩემი მეგობრის საბასპიტალეთის ქალაქის მთავარ სამმართველოში წამების არაერთგზის წამებაში, წამების ფაქტებში და საბასპიტალეთის დასამართლოში ცნობილი არის დაზარალებული. ანუ ჩემთვის მეურვხსენებული აგრესიული პატრიოტიზმის ფორმიანი ადამიანი, აი ეს ადამიანი, ჩემს თვალწინ, აი ამის შემდეგ იმის გამო რომ ეს ადამიანები ფორმიანები ჩემთვის პატრიოტიზმები არიან, ჩემს თვალწინ მოვლენილი იქნა რიგი ტიტუშკად, რომელსაც გინება და დეგოში არ იქ, მაგრამ ხალხები გაარტყა და აღიარებასაც ვერ აღწევდა. აღარ მოსაუბარი უკვე საბასპიტალეთის ნაწილზე. მთელი ამ ისტორიიდან გამომდინარე შეუძლებელია უბრალოდ მე ან ხალხარაძეს, გიგო ხალხარაძეშვილიშვილს არ მქონდეს რეაქცია ჩემი მოგვარის მუნდირიანი ადამიანის მიერ ჩადენილ მძიმეს დანაშაულებებზე. დღეს თქვენს წინაშე ვარ ის ადამიანი, დედა, როგორც ექიმი, მოქალაქე პოლიტიკოსი, რომელსაც შეუძლია დუმილი იქ, სადაც ხდება უსამართლობა, ძალადობა და სისტემური უკანონობა. ჩემი, ისევე როგორც ყველა დანარჩენი შვილებისთვის მინდა ისეთი საქართველო, სადაც სამართლიანობას არავინ დასჯის, სადაც სამართალდამცველზე ხალხის დაცვა და არა სრულმოწმეების ზოლში ყოფნა, სადაც ხალხზე არ იძალადეს არავინ. თუმცა ფორმიანი ადამიანი და ამ ძალადობის პასუხად დაზარალებულებს არ მოუწევს დუმილი მოძალადების წინაშე. მე ვარ პროფესიით ანესთეზიოლოგი რეანიმატოლოგი, რომელიც წლებია ცხოვრობს და შრომობს ადამიანების გადასარჩევნად, განსხვავებით მათი სტატუსისა, სქესისა თუ პოლიტიკური კუთვნილებისა. ჩემი პროფესია არის ტკივილთან და სიკვდილთან ბრძოლა, სიცოცხლის შენარჩუნება და მასზე ზრუნვა. ამავე პასუხისმგებლობით ვუდგებით ჩემს საზოგადოებრივ საქმიანობასაც. ჩემი როგორც პოლიტიკოსის მიზანია შეუქმნათ სამართლიანი და ღირსეული სახელმწიფო, სადაც მოქალაქეს ექნება ხმა და დაცულობა და არა შიში და საფრთხე ეგრეთ წოდებული სამართალდამცველებისგან. ჩემი პოლიტიკა აგებულია სრულად ღირებულებებზე და არა ძალაუფლების მოპოვებაზე და დაცვაზე. ჩემი სიტყვები არ არის გამოხატულება აგრესიის, ეს იყო გამოხატულება შეურაცხყოფილი სამოქალაქო ღირსებისა და შემეტავის. ხალხარადების გვარის სიტყვი არ გონია იყოს ყველაზე პოეტური სიტყვებს შორის, ნეგატიურ შორის, კონტექსტში. რაც მოусმენია მირიამ ხალხარაძეს თავის ცხოვრების მანძილზე, მაგრამ ეს არის პასუხი იმ ტკივილსა და უსამართლობაზე, იმ გრძნობაზე, რომელიც მიშრდება მაშინ, როცა პოლიციელი ამას ხელს უწყობს. პოლიციელი, რომელსაც საზოგადოება მიაჩნია ძალაუფლება, გვევლინება მოძალადის როლში და ამას ხელს უწყობს მთელი სისტემა. ეს მაგალითად შევსების აღშფოთი წარმოადგენელია. მიუხედავად ამისა, სადაც ბრალდების მხარე ამბობს, რომ მე პოლიციელი ხალხარაძის მიმოყერის შეურაცხყოფა არ შეესაბამება სინამდვილეს რამდენიმე ფაქტორის გამო. სიმართლის მამკვანაში სამოყოლთვის ნებისმიერ ეპოქაში და მეფის სიმართლე, მეორე, არ ვაღიარებ მირიამ ხალხარაძის პოლიციელად არც ერთ გეოგრაფიულ არეალში, ვით სასამართლო ხაზზე მოსულს. მესამე არის ის, რომ მე მისთვის არ მიმართოს როგორც პოლიციელისთვის, მიმართე როგორც ამბობი მოქალაქეს და ჩემს მოყვარესთვის სრული უფლებაც მაქვს გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში. ეს არ იყო შეურაცხყოფა, ეს იყო პროტესტი ძალადობის წინააღმდეგ. და ეს იყო ჩემი მოგვარის პოლიციის სტატუსის მქონე მოძალადის შეფასება, რომ დიახ, ის არის ჩემი გვარის სიცხული. მით უმეტეს, რომ მე ცხოვრებაში ვყავდე ჩემი პერსონალური, ფორმიანი და ამავდროულად ღირსეული ხალხარაძე. ეს არ ყოფილა შეურაცხყოფა, ეს იყო დაცვა იმ ქართული ღირებულებების და სამოქალაქო ხმამოყარების დაცვა, რომელსაც აწუხა და პატრიოტიზმია. დარწმუნებული ვარ, აღნიშნული საბრძოლო მას და მის აქციურ მოწმობა წარმოუდგენელი და არა მარტო სხვებსაც შემატკივრობას მოვლენი, ეგრეთ წოდებული სამართალდამცველებს ხშირად შეუცვლად. ეს იყო დიახ, ქართული ღირებულებების დაცვა, რომელიც ეგრეთ წოდებულ ქართულ მოუწევამ გამართა. მე იმ მომენტში ვიცავდი საკუთარ ღირსებას და არა მხოლოდ ჩემს, არამედ იმ ხალხის, დედების, კაცების, იმ ასობით მოქალაქის ღირსებას, ვინც დაჩაგრეს.
უმოწყალყურს სცემეს დაასახიჩრეს სასიკვდილო ტრავმები მიაყენეს და ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, როგორც ექიმი, რომ ეს იყო სასიკვდილო ტრავმები. ვიდრე ხმა წაართვეს. არაერთი ამ ძალადობის ჩამდენი შემსავი გასაჭირის წამდე არ დამჭირდა. ზემო აღნიშნულ უკანასკნელი თვეების მანძილზე, როგორც ეწოდებული სამართალდამცავების, ასევე ტიტუშკების მხრიდან არაერთხელ ჰქონდა ადგილი. ამ ასეულობით შემთხვევიდან მუშათა გამო მხოლოდ ერთს მოვიყვა, მაგალითად, საკრებულოს წევრი, ჩვენი პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი, ნინო კვიტარიშვილი. ეს არის ნინო კვიტარიშვილი, რომელიც აქ დარბაზში გვესწრება და მივიდა თუ შეიძლება შევხედოთ რაიმ ფოტოებს. როდესაც ოფისთან უძივესი დაზიანება მიაყენეს, სწორედ წინადამეს, როდესაც არის ამბავი მოხდა, ავერიდიო ოთხილეგების წინასწარმეტყველად, მთელი გამოსვლაზე ვიმყოფებოდი მე რესპუბლიკურ საავადმყოფოში და გამთენისას უკვე ვეწრებოდი მის უმძიმეს ქირურგიულ ჩარევას, იმიტომ რომ სახისძულები არ ჰქონდა მთელი ამ ადამიანს. მიუხედავად არაერთი საჩივრისა, დაკითხვაზეც კი არ არის დაბარებული ეს ადამიანი და დაზარალებულადაც არ ვქნებ მიუხედავად იმისა, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამ, რომ აქ წარმოადგენს შსს-ში და ასევე პროკურატურაში ეს საქმე დევს. ასეთი ასეულობით ადამიანია და თქვენ მეუბნებით, რომ სიმართლე არ უნდა მოგსვრათ, მამაკო ამ ყველაფრის შემოქმნით. ბატონ კაცო. ნაცვლად ამ მოძრაობების ძებნისა და პასუხისმგებლობაში მიღებისა მირიან ხალხარაძის თანამშრომლებით არის სავსე სასამართლოს დირექტორის ზოგჯერ დარბაზები და მე გასარჩევის სკანდალზე ვარ ახლა. ადამიანი, რომელსაც ამ ქვეყნის თვის სარგებლის მეტი არაფერი არ მომტანია 4 ათეული წლის მანძილზე. ასეთი უსამართლობის და ძალოვანი სტრუქტურების ფუნქციის მოსის არაერთი მაგალითი შემიძლია მოვიყავი. შსს-გან განსხვავებით მე ადამიანების დროს არ ვისწრებ. ეს არის ჩემი როგორც დამოუკიდებელი და თავისუფალი ქვეყნის შვილის მოქალაქეობის პოზიცია და გამოხატვის თავისუფლება. თვლი, რომ ეს არ არის სიძულვილის ენა, ეს არის შეფასება და პროტესტი. იმ შაბათს წინააღმდეგ რაც შემთხვევაში მიმდინარეობს